წერილი, რომელიც დღეს გავრცელდა ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ყაველაშვილის სახელით, რეალურად არის ბიძინა ივანიშვილის წერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის სრულ კრახს და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გახსოვთ წინასაარჩევნოდ როგორ ატყუებდა ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩეველს, მათ შორის რომ ისინი ტრამპის გამარჯვების შემდეგ შეძლებდნენ ურთიერთობის დაალაგებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ ტრამპი მათ მხარს დაუჭერდა, რომ არ იქნებოდა სანქციები და ასე შემდეგ. დღეს კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ქართულ ოცნებას საერთაშორისო ასპარეზზე არ ყავს უბრალოდ ხელის ჩამორთმევი და ვერანაირ ურთიერთობას ის ვერ დაალაგებს, როგორც ანტიდემოკრატიული ძალა, როგორც პრორუსული ძალა, ვერ დაალაგებს ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ვერ დაალაგებს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან. მით უმეტეს, როდესაც თუ საუბარი არის ურთიერთობის გადატვირთვაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ქართულ ოცნებას ამის შესაძლებლობა ჰქონდა ძალიან ბევრჯერ, მათ შორის ის გზამკვლევით, რა გზამკვლევიც არსებობს ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის, რომელიც გულისხმობს იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული განვითარების გზაზე. ამიტომაც მიუხედავად ეს წერილი სასაცილო იქნებოდა ნამდვილად ტრაგედია რო არ იყოს და არ ეხებოდეს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამიტომაც როგორიც არ უნდა იყოს მცდელობა ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებას აუცილებლად კიდევ უფრო მძიმე სანქციები დაეკისრება, ამაში ვარ დარწმუნებული, კიდევ უფრო მეტად მძიმე იქნება მათი მდგომარეობა საერთაშორისო ასპარეზზე და კიდევ უფრო რთული იქნება მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, იმიტომ რომ ის გზა, რომელსაც ისინი ადგანან, არის გზა, რასაც ქვია ამ ქვეყნის ღალატი და ანტიდემოკრატიულ რეჟიმთან, რომელიც საკუთარ ქვეყანას ღალატობს რუსეთის სასარგებლოდ, ვერ ექნება ვერავის კარგი ურთიერთობა. მეორე საკითხი, რომელსაც მინდა ასევე გამოვეხმაურო, დღეს ეგრეთ წოდებულ არალეგიტიმურ პარლამენტში ხდება სუსის წინა შემცველის დანიშნა, იმიტომ რომ ეს ხო არაფერი არის თუ არა დანიშნა. ეს ყველაფერი, რაც ახლა სუსთან დაკავშირებით ხდება, ოხანაშვილის მოსროლა, მდინარაძის მოსვლა და ასე შემდეგ, ნათლად მიუთითებს იმას, რა ხდება ქართულ ოცნებაში. და ნათლად მიუთითებს იმას, რომ ოლიგარქიული სისტემისთვის მათ შორის რეჟიმის მონები და მსახურები. ისეთი მონებიც კი, რომელიც იყო ანრი ოხანაშვილის, საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. ერთი თვის წინ ოხანაშვილი დანიშნეს და ეგონა რომ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი უწყების ხელმძღვანელი, თუმცა ერთი თვის შემდეგ უბრალოდ ესე დაჭმუჭნეს და მოისროლეს და მოიყვანეს მდინარაძე, ოხანაშვილი კი განაწესეს კობახიძის ყავის მომდუღებლად. იგივე ბედიელის ზუსტად მდინარაძეს, იმიტომ რომ ოლიგარქიული რეჟიმები აი ესე ექცევიან საკუთარ მონებსაც, როდესაც ისინი არ ჭირდებათ. მე არ ვიცი რა იქნება მდინარაძე ზოგადად გამოირჩევა მისი აგრესიულობით, ის ერთ-ერთი გამორჩეული მონათა შორის, თუმცა ვიცი ერთი, რომ როგორი გადაადგილებაც არ უნდა ხდებოდეს სუსში, სუსი არასოდეს არ ყოფილა 13 წლის განმავლობაში ორგანო, რომელიც ასრულებდა თავის მთავარ ფუნქციას. ის გამოიყენებოდა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალისთვის, შესაბამისად მდინარაძის ხელშიც ჩვენ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ ის სწორედ ამ გზას დაადგება. თუმცა იმ პირობებში, რაც ახლა ქართულ ოცნებაში ხდება, ერთმანეთის დაჭმა, ძიძგნა და მოპარული ფულების ისევ ეგრეთ წოდებულ ოფშიაქში დაბრუნება, ეს ყველაფერი ჩვენ უნდა მივიჩნიოთ როგორც ქართული ოცნების სისუსტე, რომელიც ოპოზიციამ და საქართველოს მოქალაქეებმა, უმრავლესობამ, რომელსაც ეს რეჟიმი არ უნდა და რომელმაც დაამარცხა საპარლამენტო არჩევნებზე, ეს რეჟიმი აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ხომ მშვიდობა გაქვთ ინერ? კარგით, ყაველაშვილთან დაკავშირებით გავიმეორებ იგივეს, რომ ეს წერილი რეალურად არის ბიძინა ივანიშვილის წერილი და არანაირი ყაველაშვილის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის წერილი, ამით ბიძინა ივანიშვილმა მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და ამით კიდევ ერთხელ ნათელი გახდა ის, რომ თქვენ გახსოვთ, როგორ ატყუებდა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქართული ოცნება თავის ამომრჩეველს, რომ ისინი ურთიერთობებს დაალაგებდნენ
ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მათ შორის მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი მოვიდოდა ხელისუფლებაში, თუმცა ნაცვლად ვხედავთ, მათ შორის ამ წერილითაც, რომ მათ ხელით ჩამოთვლილი არ აყავთ არავინ არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ევროპაში. ეს არის ამ წერილით კიდევ ერთხელ დასტურდება ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის კრახი, დასტურდება ის, რომ 13 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა მოაქცია იზოლაციაში და დატოვა ეს საერთაშორისო პარტნიორების და მეგობრების გარეშე და კიდევ ერთხელ ეს წერილი ადასტურებს იმას, რომ არავინ არც ამერიკის შეერთებული შტატები არც ევროპელები, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარება, თავისუფალი დამოუკიდებელი და ევროპული საქართველო, ვერცერთ მათგანთან ბიძინა ივანიშვილი ვერ დაალაგებს. მათ ჰქონდა ქართულ ოცნებას არაერთი შანსი იმისი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან დაელაგებინა, მათ შორის იმ გზამკვლევის შესრულებით, რომელიც გულისხმობს ვალდებულებებს, ევროპულ ვალდებულებებს, თავისუფალი სასამართლო, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, თავისუფალი არჩევნები და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ ნახეთ, რომ ქართულმა ოცნებამ ყოველთვის, როდესაც ეს ვალდებულებები შეახსნეს, უბრალოდ წიხლი კრა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. ამიტომაც ეს მოლოდინი ჩვენი ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ ყოველდღურად კიდევ უფრო რთული იქნება ქართული ოცნების როგორც ანტიდემოკრატიული რეჟიმის ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც, კიდევ უფრო რთული იქნება ევროპელებთან, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და ყოველი დღე იქნება კიდევ უფრო მძიმე ოცნების რეჟიმის მაღალჩინოსნებისთვის, მათ შორის ძალიან მკაცრი სანქციებით მათზე და მათ ოჯახის წევრებზე. როდესაც ღალატობ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ეძახი deep states, როდესაც აბრალებ რომ მეორე ფრონტის გახსნა უნდა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, მაშინ ქართული ოცნების ლიდერებმა, მათმა ოჯახის წევრებმა, პროპაგანდისტებმა უნდა იცოდნენ, რომ ვერც თვითონ და ვერც მათი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ უბრალოდ იმ სიკეთეებით სარგებლობას პერსონალურად ისინი, რაც აქვთ ევროპელებს და რაც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე მინდა გითხრათ, რა მდგომარეობაშია ეს ქართული ოპოზიცია, ამაზე რომ ვისაუბროთ. ჩვენ ვხედავთ წარსულის გახსენებას, ისევ ლანძღვას, ჩვენ ნახეთ როიანის ფორმატი, სადაც საუბარი იყო თამარ ჩერვოლეიშვილის გარიცხვაზე აი ამ ფორმატი და როგორ გასახებათ აი ამ როიანის ასე ვთქვათ პერსპექტივა და დაიშლება თუ არა ეს როიანი. ჩვენ ამასთან დაკავშირებით, კი ბატონო, ჩვენ ამასთან დაკავშირებით პარტიამ გააკეთა მკაფიო განცხადება. ეს განცხადება უკვე 2 დღეა საჯაროა და დევს პარტიის გვერდზე. შესაბამისად, ჩვენ ამის იქით არ ვფიქრობთ, რომ რაღაც დამატებითი განმარტებები გჭირდება ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ სადარდებელი ქართულ ოცნებას უფრო აქვს იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ხდება, რიჟიოძის საქმის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ ერთმანეთს იარაღით დასდევენ, ვინ უფრო მეტი ფული მოიპარა და ვინ უფრო ნაკლები მოიპარა. ნაციონალური მოძრაობა რჩება ერთგული ერთიანობის იდეის, ნაციონალური მოძრაობა რჩება ერთგული ყველა საპროტესტო აქციის, რომელიც არის დაანონსებული სექტემბერში. ჩვენ ვიქნებით ყველგან წარმოდგენილი, რომელიც რა საქმიანობაც ემსახურება რეჟიმის დამხობას, იმიტომ რომ ჩვენ თვლით, რომ ყველაზე მთავარი პროცესები უნდა განვითარდეს ქუჩაში. ჩვენ თვლით, რომ ყველაზე მთავარი თარიღი, რომელიც ყველა აქციასთან ერთად, რომელიც სექტემბერში იქნება დაანონსებული და ცხადია ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი არის 4 ოქტომბერი, როდესაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 4 ოქტომბერს ჩვენი აქტიურობით, ბრძოლით, წინააღმდეგობის გაწევით დავასრულოთ ეს რეჟიმი. ამიტომაც ჩვენი ფოკუსი გასწორებული არის მხოლოდ საპროტესტო აქციებზე და გასწორებული არის მხოლოდ იმ ბრძოლაზე, რომელმაც უნდა მოიტანოს შედეგი. თუმცა ოპოზიციის მეორე ნაწილი 4 ოქტომბერს უკვე არასდროს საპროტესტო აქციას, არამედ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. თქვენი აზრით აი ამ დაპირისპირებების ფონზე, ამ შედარებების ფონზე აპირებენ ისინი გამარჯვებას და ასე ვთქვათ. ჩვენ არაერთხელ შეგვიფასებია, პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ არანაირი არჩევნები არ არსებობს. შესაბამისად, ეს ტერმინი უნდა დაივიწყოთ. არსებობს ამ ქვეყანაში რუსული სპეცოპერაცია. ის რომ არჩევნები არ არსებობს, ამას აღიარებს თვითონ ქართული ოცნებაც, რომელიც ეხლა დავასრულებ თუ შეიძლება. შესაბამისად, ამ რუსულ სპეცოპერაციაში, რომელსაც ეგრეთ წოდებულ არჩევნებს ეძახით, თქვენ და არჩევნებს ეძახით ქართული ოცნება, ჩვენ არაერთხელ შეგვიფასებია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მონაწილეობა ჩვენთვის არის ღალატის ტალფასი იმ საპროტესტო მოძრაობის, რომელიც აი ამდენი დღეა ქუჩაში დგას რუსთაველზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და რომლებიც იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ამ 13 წლის განმავლობაში, რომ ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა რა არის მოტივი ამ რუსულ სპეცოპერაციაში გამარჯვების,
არის, სადაც არანაირი მონაწილეობის, სადაც არანაირი შანსი უბრალოდ მიახლოებულიც კი არ არის იმისი, რომ რაღაცა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ტარდებოდეს, სადაც ქართული ოცნება დაიწერს იმას, რაც თვითონ დასჭირდება. რა აზრი აქვს ამაში მონაწილეობას? მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამორჩევლის პასუხი ამაზე, მათ შორის იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობ, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, როდესაც ერთ-ერთი მონაწილე პარტიის ლიდერი საერთოდაც გაქცეულია და გერმანიაში ცხოვრების უფლება ითხოვა. არ ვიცი, მე ვერ გეტყვით, მე არაერთხელ მithქვამს და გავიმეორებ. იმ პირობებში რა რეალობაც ჩვენ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არის გაუქმებული. და მათ შორის ჩვენ ვიბრძვით სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების დაბრუნებისთვის ამ ქვეყანაში. იმ პირობებში, როდესაც შანსი არ არის იმისი, რომ ელემენტარული თავისუფალ და სამართლიანთან მიახლოებული საარჩევნო გარემოც კი ამ ქვეყანაში იყოს. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ 2024 წლის გაყალბებული და წართმეული sapარლამენტო არჩევნების შემდეგ დავტოვეთ საპარლამენტო მანდატები და არ შევედით პარლამენტში, იმიტომ რომ ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი. აი ამ ფონზე არის ორი რაღაცა და მე ეს ბევრჯერ მithქვამს. ან უნდა იყო გარიგებული ბიძინასთან, იმიტომ რომ თუ ვინმეს აწყობს ამ ყველაფერში მონაწილეობა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ან უნდა იყოს სასარგებლო იდიოტი, რომელსაც გონია, რომ რაღაცა 2 და 3 საკრებულოს წევრით რეჟიმს მოერევი. შესაბამისად, ჩემთვის საერთოდ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ამ ორი და რომელი არიან ეს ადამიანები. აი ამ ფონზე როცა ერთი ადამიანი უცნაურ თანამშრომლობით მოაქვს ეს განმავლობაში ასე გეცდა. აი სამომავლო პერსპექტივაში თანამშრომლობა. მოდით ესე გეტყვით, რომ მე ჩემთვის არ არის რელევანტური ეს განცხადებები. არანაირად, საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ძალიან უხერხულია, რომ ბიძინა ივანიშვილის და ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ადამიანების მესიჯბოქსი ერთმანეთს ემთხვევა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მე არ ვთვლი, რომ ეს არის ახლა მთავარი დღის წესრიგის თემა. მთავარი თემა, რაზე ჩვენ ფოკუსი გვაქვს გასწორებული, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მზადება საპროტესტო აქციებისთვის, ეს არის მზადება 4 ოქტომბრის ძალიან დიდი შეკრებისთვის და არა მხოლოდ შეკრებისთვის, მშვიდობიანი დამხობისთვის ამ რეჟიმის. აი ეს არის რითაც ჩვენ გვაქვს ფოკუსი გასწორებული. ამიტომაც ნებისმიერი საკითხი, რაც არ უნდა თქვას და როგორც არ უნდა გინდოდეთ დღის წესრიგის შექმნა, ჩემთვის არის არარელევანტური. დანარჩენს საქართველოს მოქალაქეები და ამორჩეველი განსაზღვრავს, როდესაც გვექნება როდესაც რეჟიმს დავამხობთ და გვექნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წარმოგიდგენიათ ის დიდი ხანი აღარ ჩამოვა საქართველოში, როგორ უნდა აწარმოოს საარჩევნო კამპანია და ზოგადად რა შანსები უნდა ჰქონდეს პროცესული პარტიის. იცით რა, გახარიასთან დაკავშირებით მე შემიძლია ერთადერთი ვთქვა, რომ ბუმერანგის ამბავი არის მის შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩემთვის არ იქნებოდა ეხა მოულოდნელი და არაერთხელ მithქვამს მე ის, რომ საერთოდაც არ მიყვირს ის, რომ რუსული რეჟიმის პირობებში რომელმაც ამ ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიით მას შეუკერა რაღაც 15 წლიანი და 20 წლიანი აბსოლუტურად აბსურდული და ანტისახელმწიფოებრივი საქმე, სხვათა შორის ჩორჩანას ეპიზოდს ვგულისხმობ, რომ პოლიტიკური ლიდერები ირჩევდნენ რა ვიცი გზას, რომ ემიგრაციაში წავიდნენ და იყვნენ ემიგრაციაში და უბრალოდ ციხეში ჯდომა არ უნდოდეთ, მაგრამ მაშინ უნდა იცოდნენ, რომ მათ პოლიტიკურ აქტივობასაც ექნება ფასი, ხო, რეალურად ამ ქვეყანაში. უკაცრავად, მაგრამ ასე ყველა შეგვიძლია უბრალოდ ავდგეთ, წავიდეთ და ევროპაში დროებითი საცხოვრებელი მივიღოთ და მე იქით Zoom-ით ან Facebook-ით ვაწარმოოთ საპროტესტო აქციები და არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. მე არაერთხელ მithქვამს და გავიმეორებ იმასაც, რომ ეს გადაწყვეტილება რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის უდიდესი შეცდომა ამ ოპოზიციური პარტიების. მე ვთვლი, რომ მათ უნდა გადაიხადონ, მათ შორის პოლიტიკური ფასი საკუთარ ამორჩეველში და უნდა გადაიხადონ პოლიტიკური ფასი ასევე პოლიტიკურ წრეებშიც და უნდა იცოდნენ, რომ მსგავსი ტიპის ქმედებები რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში არის ის, რომელიც ესე უპასუხოდ და უმოქმედოდ არ დარჩება. ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით უნდა გითხოთ, ამოიწურა ვადა 31 აგვისტომდე ქონდა სახელმწიფოს იმის ვადა, რომ შეეზრდათ და ეს რეკომენდაციები აი გამოლოდინი გაქვს, შეიძლება თქვა და საფრთხეში იქნეს
ნახეთ, ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია და ამ ქვეყნის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი ყოველთვის იქნება საფრთხის ქვეშ, მანამ სანამ ამ ქვეყანას მართავს რუსული რეჟიმი. არ აქვს თარიღის მნიშვნელობა, ეს იქნება 5 სექტემბერს, 10 სექტემბერს, 20 სექტემბერს, მანამ სანამ ქვეყანას მართავს რუსული ძალა. მანამ სანამ რეჟიმი არის ქვეყანაში, რომელიც ყოველდღიურად წიხლს კარავს და აფურთხებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და აღრმავებს ურთიერთობებს რუსეთთან. ყოველთვის ევროპული ინტეგრაცია და ვიზა ლიბერალიზაცია ამ შემთხვევაში ვიზა ლიბერალიზაციაზე იყო, ხო, 31 აგვისტომდე ყოველთვის იქნება საფრთხის ქვეშ. ეს ვიზა ლიბერალიზაცია ყობახიძის და ბიძინა ივანიშვილის ბაბუის და წინაპრების დანატოვარი რაღაც მემკვიდრეობა კი არ არის ამ ქვეყნისთვის. ეს არის ჩვენი ბრძოლით, ჩვენი შრომით, მათ შორის იმ 9 წლიანი რეფორმებით მოპოვებული ჩვენი პასუხისმგებლობა და ამ ვიზა ლიბერალიზაციას თავისი პასუხისმგებლობა ახლავს. და ეს პასუხისმგებლობები არის ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ამ ქვეყნის ევროპული განვითარება, თავისუფალი სასამართლო, პოლიტიკური პატიმრების არარსებობა და ასე შემდეგ. ანუ ყველა ისეთი საკითხი, რომელიც ამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ამ ქვეყნის თავისუფლებას ჭირდება. ამიტომაც თუ ეს რეჟიმი დარჩება, ამიტომ ამბობთ ჩვენ რომ 4 ოქტომბერი არის საბოლოო დედლაინი, როდესაც ჩვენ ესენი უნდა გავყაროთ უბრალოდ ამ ქვეყნიდან, იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტად არ დააზიანონ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. თორემ სანამ ეს რეჟიმი იქნება ცხადია, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, ასოცირების შეთანხმების საკითხი და ზოგადად ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ეს არის ღია საჯარო და ამაზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საუბრობენ, რომ ყოველთვის მუდმივად იქნება საფრთხის ქვეშ და ძალიან დიდი რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ ადრე თუ გვიან ამ რეჟიმის პირობებში ჩვენ ამ შესაძლებლობას დავკარგავთ. ამ შემთხვევაში ამ აღწერა იყო მიწვეული შანხაის ფორუმის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები, რატომ უნდა ყოფილიყო საქართველოს ამ პროცესში თქვენი შეფასებიდან ხშირად იყო ამაზე განცხადებები ოპოზიციის მხრიდან რომ საქართველოს წარმოუდგენელი კითხვაა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში შემიძლია ამაზე გითხრათ, რა ვიცი, იმიტომ რომ თვითონ ქართული ოცნება პოზიციონირებდა ისე, რომ ჩინეთი არის მისი სტრატეგიული პარტნიორი და როდესაც არსად არ ჩაესვლებოდათ საერთოდ, ჩინეთში დადიოდნენ და ჩინური ინვესტიციების ჩინური დაბალპროცენტიანი სესხები გახსოვთ ეს დაპირება? ეხლა წინასაარჩევნოთ რო ქონდათ, დაახლოებით უფასო ფულის მაგორი, რაც 2012 წელს ქონდათ, ჩინური ინვესტიციები გახსოვთ დაპირება რო ქონდათ, ჩინური ინვესტიციებით ანაკლიის სპორტის მშენებლობის დაპირება გახსოვთ? იმიტომ რომ ქართული ოცნება პროპაგანდირებდა თვითონ, რომ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული, ნახეთ, მისთვის სტრატეგიული პარტნიორი იყო. შესაბამისად, მაშინ, როდესაც მსოფლიო ლიდერები არიან მიწვეული მანდ და ამდენი, ნახე, რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ? რა მნიშვნელობა აქვს მაგას? ანუ თქვენ რა გინდათ ეხლა თქვათ, რომ არა, თქვენი კითხვა ამასთან დაკავშირებით სხვა არაფერს არ ნიშნავს, თუ არა იმის გამართლებას, რომ ქართულმა ოცნებამ რაღაცნაირად სახე შეინარჩუნოს, რატო არ დაპატიჟეს თურმე ჩინეთში აი ამ დიდ ღონისძიებაზე. და კი, როდესაც ჩინეთისთვისაც კი ქართული ოცნება არის არასაიმედო პარტნიორი, იმიტომ რომ არასაიმედო პარტნიორი ხარ, როდესაც წიხლს კრავ და აგინებ იმ შენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ შენს ქვეყანას თავისუფალი და დემოკრატიული განვითარების და სხვათა შორის ქართულ ოცნებასაც, როდესაც 2012 წელს ის ხელისუფლებაში მოდიოდა. არა, მონაწილეობდნენ ეს ოპოზიციამ გაავრცელა, რომ თითქოს არ მიიწვიეს და არ მიმდიან. კადრებში არსად არის, რა ქვია, ვინ მონაწილეობდა? როგორ არა მიიწვიეს, როგორც ყოველ წელს წელსაც მიიღეს მონაწილეობა შანხაის ფორუმის. მაშინ გაერკვიეთ, იმიტომ რომ აგერ იმას კითხვა ჰქონდა, რომ არ იყო გუში ჩვენ რასაც უყურებდით, მაგ კადრებში არ იყო და რაღაცა სხვა, აი ალიევი და ისინი სადაც იყვნენ, მანდ არ იყვნენ აშკარად და სადღაც სხვაგან თუ იყვნენ, არ ვიცი. საგამოძიებო კომისია ამზადებს დასკვნას, სადაც საუბარი იქნება ნაციონალური მოძრაობის გასამართლებაზე, ევროპაში არაერთხელ შეგვიფასებია, რეალურად არანაირი საგამოძიებო კომისია არ არსებობს, არსებობს ღალატის კომისია. ეს არის რუსეთის დავალების შემსრულებელი კომისია, რომლის ერთადერთი მიზანი არის ის, რომ გადაწეროს საქართველოს ისტორია და ადამიანები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეასრულეს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ევროპული ინტეგრაციის საქმეში უბრალოდ გაასამართლონ. ეხლა ჩვენთვის ნაციონალური მოძრაობის პატივია, როდესაც რუსები ასამართლებენ. ეს ნაციონალურ მოძრაობას უკან არ დახევს, ეს ნაციონალურ მოძრაობას არაფერში არ შეაფერხებს, პირიქით ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, მანამ სანამ ამ რეჟიმს არ ჩამოშლით და დიდი დრო დარჩენილი მათ არ აქვს. 4 ოქტომბერი არის ჩვენი შესაძლებლობა, რომ ჩვენ ეს რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ. ბოდიში, ესე ვინ არიან? ერთი პირველი მახსოვს და მეორე ვინ არის არ ვიცი. ვინ არის, ანუ ბოდიში არ მახსოვს ვინ არის და არ ვიცი ხო, ანუ არ ვიცი ვინ არიან უბრალოდ. კიდე?
ზოგადად ხელისუფლების დამხობაზე, ხშირად გვესმოდა ეს განცხადებები, მათ შორის მაგალითად მახაბეშვილი უსმენდა ხაზს მშვიდობიან დამხობას, აი ზოგადად ამაზე რომ ვთქვათ, რას ნიშნავს მშვიდობიან? 2003 წლის ვარდების რევოლუცია გახსოვთ? რომელ წლიანი ხართ? გემახსოვთ? ხო, 2003 წლის ვარდების რევოლუცია იყო მშვიდობიანი, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება. მშვიდობით მრავალათასიანი საპროტესტო აქციით, აი შორს რო არ გავიხედოთ, მსოფლიო ისტორიის მაგალითები რო არ მოვიყვანოთ, აი უახლოესი ჩვენი ისტორია არის ესეთი. ამიტომაც ზუსტად ესე, მშვიდობიანად რეჟიმს 4 ოქტომბერს აუცილებლად რეჟიმი 4 ოქტომბერს უნდა დავამხოთ. ეს არის თითოეულ ჩვენთაგანზე დამოკიდებული, ჩვენ ვართ ამ мотивაციით, ჩვენ ვამბობთ, რომ 4 ოქტომბერი არის შესაძლებლობა, რომ გამოვიდეთ უამრავი და ვიბრძოლოთ. უბრალოდ კი არ ვისეირნოთ, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს რეჟიმი ჩამოშალოთ და ეს რეჟიმი არის უბრალოდ შუშის ფეხებზე, რომელსაც ჭირდება, აი ოდნავი წინააღმდეგობა და მედგრად უბრალოდ ბრძოლა. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მოტივირებული ვართ ამ მიმართულებით, იგივე შემიძლია გავიმეორო, ძალიან კარგად ჩანს ქართული ოცნების პანიკა და ისტერიკა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, სწორადაც ეშინიათ მათ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის. არ არის ეს ჩემთვის, აი ჯერ საერთოდ არ ვიცი, როგორ უნდა ხო, ანუ ნახე ხო, ნუ რა, არ ვიცი, საერთოდ ვინ არის ისიც არ ვიცი, რა მიზანი აქვს ისიც არ ვიცი, ხო, ესე უბრალოდ კომენტარი გავაკეთო, რომ არ ვიცი ისეთ ადამიანებზე, რა მოტივი აქვს ისეთ ადამიანებზე, უბრალოდ არ იქნება სწორი. კიდე? მათ, აი რაც თქვი, საჯაროში ზუსტად აი ესეთი, რომ მან ხო არა აქვს მნიშვნელობა თარიღს, ახლა სექტემბერში იქნება ამ რეჟიმის პირობებში ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების საკითხი ყველა შემთხვევაში დადგება ადრე თუ გვიან. იმიტომ რომ ეს არის ვიზა ლიბერალიზაცია პასუხისმგებლობებს ითვალისწინებს და როცა შენ ამ ვალდებულებებს არ ასრულებ, შესაბამისად მეორე მხარის პოზიცია იქნება ის, რომ მაშინ შენ ეს კონკრეტულად არ იმსახურებ უბრალოდ ამ ვიზა ლიბერალიზაციას და ეს ვიზა ლიბერალიზაციას ხო მართლა ესე ციდან ხო არ ჩამოვარდნილა, ეხლა ქართული ოცნება რო იწებებს თავის თავზე ვიზა ლიბერალიზაციის ზე მოლაპარაკება ჯერ კიდევ 2012 წლის ივნისში დაიწყო ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და მე უბრალოდ ქართულმა ოცნებამ ლენტი გაჭრა ამ ყველაფერში. ამიტომაც ამ საშიშროების წინაშე დგას ეს ქვეყანა და იმისთვის რომ აი ესე არ დავდგეთ და ეს ვიზა ლიბერალიზაცია და სხვა ევროპული სიკეთეები ამ ქვეყანამ არ დაკარგოს, ამისთვის მნიშვნელოვანია რომ კოცები გავყაროთ. კიდე? არა, კიდე კაი ხო, კი. კიდე რა გაინტერესა? რა არჩევნები? აი, მაგათ უნდა კითხოთ, აუჩი, ვიღაცებს წარმოუდგენიათ, რომ რა ვიცი, ეს არ ვიცი ხა რა мотивация მართლა არ ვიცი, მართლა ესე ვუყურებ გულწრფელად, რომ ან გარიგებული უნდა იყო, ან უნდა იყოს სასარგებლო იდიოტი და ხა რომელი არიან მაგათ შორის მაგას გამოაჩენს დრო. ვიღაცებს ეთყობა გონიათ, რომ 2-3 საკრებულოს წევრის შეყვანით შეუძლიათ, რომ რაღაცნაირად ამ რეჟიმს ებრძოლოთ. ეგ არის სრული აბსურდი, აბსოლუტურად. შესაბამისად, სხვა мотивაციას მე არ ვიცი, ამ ორი დამატებითი мотивაციის გარდა რა შეიძლება გქონდეთ, მაგრამ ჩემი ძალიან მყარი აზრია, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა არა მხოლოდ ეხლა 50 წლის დამოუკიდებლობიდან დღემდე ძალიან ბევრი ესე ვთქვათ პოლიტიკური ნაგავი შეიზილა არასწორი გადაწყვეტილებები და არ შეიძლება ესე. ანუ მე კი არ ვიცი, რომ ვიღაცა აუცილებლად ფეხებით უნდა ჩამოვიდოთ. მე ვიცი იმას, რომ უბრალოდ ადამიანებმა ფასი უნდა გადაიხადონ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამ ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხით დგას და ეს ფასი უნდა იყოს ის, რომ მათ პოლიტიკურ წრეებშიც უნდა იგრძნონ ეს ფასი და უნდა იგრძნონ საკუთარ ამომრჩეველშიც. იმიტომ რომ რეალურად ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არაფერს არ მატებს, არათუ აკლებს საერთო ოპოზიციურ ველს და წინააღმდეგობის ველს. ამიტომ თვითონ უნდა კითხოთ ეს რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.